Მაგალითად, რაიცო პირდაპირ ეთერშია და ჩვენი სტუმარია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი. ბატონო ლევან, პირველ რიგში დილამშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დილამშვიდობის. 13 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის მხრიდან სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი და მომზადებული პროექტის საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მოხდა და განხილვა და დამტკიცება მისი პროექტის მიზანი მის სახელწოდებაში უკვე გაშიფრულია, ასე ვთქვათ, თუმცა უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ამ პროექტზე და პროგრამაზე, რა აქტივობებია დაგეგმილი და რა სიახლეებს გვთავაზობს წინა პროექტებთან განსხვავებით. კიდევ ერთხელ მოვესალმები მაყურებელს, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, გარბარება გახლავთ ბიჭების და გოგოების ფარველი ესასწავლელი და მინდა მთლიანად საქართველოს მოვილოცო. რაც შეეხება ამ კანონს, მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ეს არის სპორტსმენებისათვის გამოხატვის, მხარდაჭერის გამოხატვის საშუალება, ის რომ ჩვენი სპორტსმენები გადიან სპორტულ მსოფლიო არენებზე და მიღწეულია წარმატებები, ეს დაფასებული უნდა იქნოს სახელმწიფოსგან და ეს დაფასების ცდილობა ამ კანონში ასახული, ამ დადგენილებაში ასახული. ეს გარკვეული პრემიერების პერიოდულობით პრემიერების მხრია, რომელიც უნდა გაიცეს ყველა იმ მოპოვებულ გამარჯვებაზე ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, პრიზიორებისთვის, მსოფლიო ევროპის ასაკობრივი კატეგორიები ადრე იყო 4 წლიანი ციკლი, რომელიც ემთხვეოდა ოლიმპიადამდე. დღეს ჩვენ შევქმნით ისეთი დადგენილება, რომელიც იქნება მუდმივი, როგორც მასში იქნება თქვა დრო და დრო შეტანილი ცვლილებები გამომდინარე იმ სიტუაციიდან, ეკონომიკური გაუმჯობესებისგან გამომდინარე და ასე შემდეგ. რაც სიახლე არის ის, რომ მასში ასახულია ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისთვის პრემიალური, ასევე პარალიმპური ჩემპიონატებისთვის, პარალიმპური შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის გაწეული. ეს ინიციატივა მე არ მსმენია აქამდე, საქართველოს. ეს უფრო პიროვნულ ხასიათზე იყო დამოკიდებული, ვის რა პრემია უნდა ქონოდა. ეს ჩვენ შევცვალეთ და სისტემაში მოვიყვანეთ. ჩვენ გავზარდეს გარკვეული წილი, ანუ პროცენტულობა გავზარდეთ პრემიალურობის შესაბამისად, მივეცით საშუალება, რომ წავახალისოთ ფედერაციებიც, ანუ თითო მოპოვებულ ლიცენზიაზე, შეზღუდული შესაძლებლობებს. შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიადებში და შესაბამისად მიღწეული წარმატებისთვის მოხდეს მათი პრემირება. ეს მნიშვნელოვანია და ეს ჩვენ პრიორიტეტს პასუხობს, სწორედ იმიტომ რომ ჩვენ დავსახეთ ის პრიორიტეტები, რომელიც ამ მიმართებაში გვინდა რომ განვახორციელოთ პერიოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მე იმასაც დავამატებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანი არ არსებობს. მათ გადალახეს ის უკვე რომ სპორტში მონაწილეობენ და მიღწევებს აღწერენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ეს მინიშნება ამ დადგენილებაში და ასევე ახალგაზრდებისთვის, რომელიც იგივე 15 წლის ოლიმპიადა მოდის ახალგაზრდული ამ ახალგაზრდა ადამიანებისთვის ახალისების ეს პრემიალური ფონდი იქნება მათთვის მეტი მოტივაციის გაჩენის ცდელობა. ასევე ფედერაციებისთვის, რომელმაც თითო ლიცენზიაზე უნდა მიიღოს პრემიალური ანაზღაურება. ასევე იმ არაოლიმპიური სახეობებისთვის, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამბო, ჭადრაკი, კლავჭიდი, ასევე შევიტანეთ ახალი სახეობა, რომელიც ოლიმპიური სახეობად იქცა, ეს არის შვიდკაცა რაგბი. ამიტომ ყველა ეს ერთი სისტემურად ასახულია ამ დადგენილებაში, რამაც გამოიწვია მთელი მინისტრთა კაბინეტის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერაც და შესაბამისად ეს ცხოვრებაში გატარდება უკვე მომავალ წლებში. ოლიმპიადა ახსენეთ და ახლოვდება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სხვა არის ამ საკითხის პოლიტიკური მხარე, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით თუ გვაქვს რაიმე იმედი მოგხსენებათ, რომ თქვა დიდად განვითარებულები ჩვენ ამ მიმართულებით სამწუხაროდ არ ვართ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მთავრობამ, რომ სპორტსმენებმა მიიღო მონაწილეობა ამ ოლიმპიადაზე, ზამთრის ოლიმპიადაზე. პირველი ახლა რა თქმა უნდა რაოდენობა ჩვენ ვერ ვიქნებით, მაგრამ ავსტრიასთან შედარებით, რომელსაც 500 სპორტსმენი ეყოლება, ჩვენ 5 გვეყოლება, დღეს 4 ყავს, მაგრამ იანვარში შეიძლება მე-5-ს დაგვემატოს. ეს არის სამთო სათხილამურო და მოციგურავე.
რა თქმა უნდა ჩვენ შედეგები გვინდა იყოს მაქსიმალური და გვინდა ვანახოთ სოფლიოსო ჩვენ ვართ ასევე ზამთრის და მთის ქვეყანა და მოიხსენებათ 60%-ამდე ჩვენი ქვეყნის მთა არის და შესაბამისად ეს გვაძლევს იმის საშუალებას პოტენციურად მაინც ვითაროთ სპორტის შესაძლებლობები და საერთოდ მთის რეგიონში სპორტის შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანი უკვე ვითარდება, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული კლუბები სამთო სათხილამურო სკოლის მოიხსენებათ მესტია, აჭარა გუდაური, ბაკურიანი უკვე შექმნილია კლუბები, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატს ატარებენ ეს კლუბები და ბავშვები არიან ჩართული ძალიან და მასობრივად ისდება ვერ მოვითმე ფეხბურთზე რომ არ კითხოთ. თუ გვეშვე რიტორიკული კითხვა, მაგრამ ეგეთი ერთი რამ მინდა კიდევ ვკითხო 2014 წელს გარდა ამ პროგრამისა კიდევ რა პრიორიტეტებს აირჩევთ? ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ და იქნება თუ არა პრიორიტეტი ფეხბურთი. რა თქმა უნდა პრიორიტეტი ფეხბურთი არის მთელ სოფლიოში და ქართველებისთვის განსაკუთრებით ჯერ არის ფეხბურთი, მე სხვა სპორტის სახეობები არ მიწყენენ და მე არის სპორტის სხვა სახეობები, ამიტომ ფეხბურთში სიტუაციას მოგვარება, გამოიწვევს სხვა სპორტის სახეობებში გადამდები იქნება ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ ძალიან გულისხმობით ვადევნებთ და გვინდა მოვაგვაროთ მაქსიმალურად, თუმცა ნებათაღელვა არის, იმიტომ რომ ეს დაგროვილი ემოცია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა იგივე გუნდებში, იგივე კლუბებში, ფედერაციაში, იგივე ფეხბურთელებში ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ესე ყისიერად უცბად გადავწყვიტოთ რაღაცა და მოვიტანოთ თქვა უამრავი ფული და თქვა რომ ეს ფული უნდა ფეხბურთს წარმატებას გესურვებთ. კი, რჩება ძალიან რთული. ჩვენ სამწუხაროდ ბევრი დრო არ აქვს. თვითი ხო არ არის ეს რაღაც ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. პრიორიტეტსაც სამი სიტყვით ვიტყვი, პრიორიტეტი არის ჩვენთვის ინფრასტრუქტურა, პრიორიტეტი არის სპორტული განათლება, პრიორიტეტი არის ჩვენთვის კანონმდებლობა. აი ამ მიმართულებით ვიმუშავებთ მომავალწელს და შესაბამისად საზოგადოების ჩვენი პრიორიტეტია ჩვენ სპორტის თავარია სპორტის სისტემა ჩამოყალიბდეს და დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. იმედი მაქვს რომ ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგვიწევს ჩვენთან სტუდიაში საუბარი და აუცილებლად მოგიწევთ კიდევ ერთხელ. ახლა კი